ევროკავშირსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების თარიღი განსაზღვრულია. აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტზე ევროკავშირში გაწევრიანებასთან ერთად ევროპელმა ლიდერებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ღია მხარდაჭერა გამოხატეს. ევროკავშირსა და საქართველოს სამომავლო ურთიერთობაზე ისაუბრა ევროპის 27 ქვეყნის წარმომადგენლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმაც. გამართლა თუ არა ქართული მხარის მოლოდინი, მარინა ბოლქვაძე სამიტის დეტალებით ვარშავიდან. მარინა აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მეორე სამიტი დასრულდა და შესაძლოა ითქვას, რომ საქართველოსთვის საკმაოდ ნაყოფიერად ქართული მხარის მოლოდინი, რომ ევროპის ქვეყნები დაარღვევდნენ საკმაოდ ხანგრძლივ სიჩუმეს და ალაპარაკდებოდნენ საქართველოს შესახებ, შეიძლება ითქვას გამართლდა. ევროპამ ღია დაუჭირა სამიტზე მხარი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს და ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც სწორედ სამიტზე გახდა ცნობილი, შეეხება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას, ასევე ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის უფრო მეტად ლიბერალიზაციას. კიდევ რა გადაწყვეტილებები მიიღეს ევროპელმა ლიდერებმა და როგორი არის თავად მასპინძელი ქვეყნის შეფასება. ნახეთ რეპორტაჟი. თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები ევროკავშირსა და საქართველოს შორის წლის ბოლომდე დაიწყება. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მთავარი შედეგი ევროპელმა ლიდერებმა ვარშავის სამიტის დასრულების შემდეგ სპეციალურ პრესკონფერენციაზე გააჟღერეს. ჩვენ პარტნიორებთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადავედით. შესაძლებელია წლის ბოლოსთვის საქართველოსა და მოლდოვასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყოს. ასევე მიმდინარე წლის ბოლოსთვის ველით დიალოგის დასრულებას უკრაინასთან ასოცირებული წევრობის შესახებ. ევროკავშირს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია ორ საკითხზე. ერთ-ერთი თავისუფალ ვაჭრობას ეხება, რომელიც ჩვენს პარტნიორებთან ეკონომიკური ურთიერთობის მთავარი ნაწილია. ევროკავშირში გაწევრიანების აუცილებლობაზე საუბრის გარდა სამიტზე საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ღია მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხისადმი. მან ევროკავშირის სხვა წარმომადგენლებთან ერთად განაცხადა, რომ ევროპა არასდროს დასმობს რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებულ საკითხს. ევროკავშირის სურვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტმაც გამოხატა. იეჟი ბუზეკი ამბობს, რომ ევროპელი ინვესტორები მზად არიან საქართველოში დაიწყონ ინვესტირება, რადგან ქვეყანა განვითარების სწორ გზას ადგას. საქართველოს სწორი გზით მიდის. შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ არა მარტო დემოკრატია და სტაბილურობა, არამედ აყვავება გვჭირდება. ევროკავშირი მზადაა ინვესტიციების ჩასადებად, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ გავხსნათ ჩვენი ბაზარი და საქართველოს ეკონომიკის სფეროში ინიციატივების განხორციელებაში დავეხმაროთ. ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების აუცილებლობას ამ კუთხით საქართველოს პოლიტიკურ ჩართულობასა და სოციალურ-ეკონომიკურ ინტეგრაციას ეხებოდა მთავარი მესიჯები, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა სამიტზე ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მთავარი რაც შეიცვალა გუშინ და დღეს ძალიან ბევრი ლიდერი ევროკავშირის ლაპარაკობდა, რომ საქართველოს უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. არასოდეს თუნდაც რამდენიმე თვის წინ ამაზე ხმამაღალ თქმაც არ შეიძლებოდა. ეს არის ძალიან დიდი ცვლილება. მეორე, აბსოლუტურად ყველა და არა მხოლოდ ამ დარბაზში, არამედ პრესაში, ევროპაში, ამერიკაში დღეს მაგალითად წერს და ეს მნიშვნელოვანია, რომ ყველაზე შორს დასული ამ პარტნიორების ქვეყნებაში ევროპული ინტეგრაციის თვალსაზრისით ეს არის საქართველო. საქართველო მოლდოვას ახსენებენ და საქართველო ყველგან ფიგურებს პირველ ადგილს. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ის რეფორმა, რომელსაც ჩვენ ბოლო თვეებში ვატარებთ და წლებში, ის რომ თავარიო ჩვენმა ხალხმა და შეინარჩუნა სული სიმტკიცე, წარმოუდგენელ რთულ ვითარებაში. წამოყვა და აქტიურად მოითხოვა მთელი პოლიტიკური კლასისგან რეფორმები. შეძლო ფეხის აწყობა ყველაზე თანამედროვე პროცესებისა და ბევრი რაღაც საქართველოს აქ უფრო მაგარი ვიდრე ძალიან ბევრი წამყვანი ევროკავშირის ქვეყანაში. როცა ეხება საქმე ბიზნესის კეთების სიმარტივეს, დამნაშავეობას და ბრძოლას, პენტენციო რეფორმას, ახლა არ არის ხო საიდუმლო მაგალითად საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს ხალხი ჩამოდის საქართველოს პენტენციო რეფორმის შესასწავლად. ახლა ვიღაცებს შეიძლება ჩვენთან უკვირთ, მაგრამ უკვე იმ დონეზე ვართ, რომ ყველაზე წამყვანი ევროპული ქვეყნები მაგალითად კრიმინალთა ბრძოლის კუთხით ახლა სემინარი გამართა ევროკავშირმა, სადაც ისწავლობს საქართველოს გამოცდილებას როგორ მოვახერხეთ ასეთ წარმოუდგენელ მოკლე დროში, ასეთ წარმოუდგენელ შემცირ კრიმინალიზმს. ბევრი რაღაცა, რაც ჩვენ რისი გამოცდილების გაზიარება შეგვიძლია. ერთის მხრივ, მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ნგვესმოდეს, რომ ევროკავშირის წევრობა, ევროკავშირთან დაახლოება გადამწყვეტია ჩვენი განვითარებისთვის, ჩვენი უსაფრთხოებისთვის, იმიტომ ჩვენ ვერ დავრჩებით მარტო. ჩვენ ვართ ძალიან რთულ რეგიონში, ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე.
სამიტის შემდეგ გაკეთებულ კომენტარებში მიხეილ სააკაშვილმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის პრინციპულ პოზიციას, რათა მან ხელი შეუწყოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს ბელორუსის როლის გააქტიურებასთან დაკავშირებით. ბელარუსის გარეშე ეს გაერთიანება სრულფასოვანი პარტნიორობა ვერ იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა არ დაკარგოს კონტროლი ამ პროცესზე და ეს პროცესი არ ჩაუვარდეს ხელში მეორე დიდ მეზობელს, რომელიც დაკავებული ამ საკითხით, როგორც ყველა ვიცით. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენაც აღვნიშნეთ, რომ ცუდი იყო, რომ დღეს არ იყო ბელარუსის წარმომადგენელი დარბაზში, ეს იყო ძალიან ცუდი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემდეგი შრომებისთვის ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, მათ შორის დიალოგის, მოლაპარაკებების გზით, ყველა სხვადასხვა ძალებთან ევროკავშირი სწორია, რომ ელაპარაკება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ასევე უნდა მოხდეს ოფიციალურ მინსკთან პრინციპების დაფუძნებული მოლაპარაკება იმისათვის, რომ მათ ასევე დაიკავონ მათ ადგილი მოლაპარაკების მაგიდას და ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ გაგრძელდეს ბელარუსის ევროპული განვითარება, მნიშვნელოვანი იმით და ეს გამოხატეთ ჩვენ აქ ძალიან ერთმნიშვნელოვნად და იმისათვის, რომ ევროკავშირი იყოს ამ პროცესში მნიშვნელოვანი მოთამაშე. ევროკავშირი ბელორუსისგან დემოკრატიის გზაზე სწრაფი და ეფექტური ნაბიჯების გადადმას ითხოვს. ევროკავშირის მომავალი ურთიერთობების გაღრმავა ამ ქვეყანასთან მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი. ამის შესახებ ევროკავშირის პრეზიდენტმა სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა. ევროპა გაერთიანების ღირებულებებს გულის ყურით უდგება. ეს ღირებულებები ჩვენს პოლიტიკას განსაზღვრავს და თითოეულ ქვეყანასთან ურთიერთობაზე აისახება. ბელორუსი იმსახურებს თავისი ადგილი ჰქონდეს ამ გაერთიანებაში, თუმცა ჩვენ მისგან ნათელ პროგრესულ ნაბიჯებს ვითხოვთ დემოკრატიასა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. ამისთვის მან პირველ რიგში პირდაპირი მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს ოპოზიციურ ძალებთან. ვარშავის სამიტის მონაწილეები ასევე მიესალმებიან საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გამარტივების პროცედურებს. საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანების სურვილი გამოითქვა ორმხრივ შეხვედრებზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა შვედეთის, უნგრეთის, ფინეთისა და მალტის სახელმწიფოების პირველ პირებთან გამართა. წარმოუდგენელია, რა თქმა უნდა, და დღეს გადაიდგა ერთი ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმ მხრივ, რომ ევროკავშირი თანახმა წლის ბოლომდე გახსნას მოლაპარაკებები ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებ. ეს მისცემს ქართულ ეკონომიკას ახალ შანსს, ეს მისცემს ქართულ კომპანიებს ევროპის ბაზარზე თავისუფლად გასვლის საშუალებას, რაც ბუნებრივია აისახება თითოეულ საქართველოს მოქალაქეს. სამიტის მონაწილეები აღნიშნავენ პროგრესს ევროპასთან საერთო საჰაერო სივრცის გაფართოების მიმართულებით. მიესალმებიან ევროკავშირსა და საქართველოს შორის შესაბამისი შეთანხმების ხელმოწერას. ეთანხმებიან ევროპის სამეზობლო პროგრამის ფარგლებში სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასაც. ორმხრივი შეხვედრების დროს გაკეთებული განცხადები და ორმხრივი შეხვედრების დროს გაკეთებული განცხადებები და ევროპელი ლიდერების შეფასებები რასაც ხატყობს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებისთვის განვითარების ახალი ეტაპი იწყება. ქვეყნებს შორის ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობის გაღრმავების და ასევე მათი ევროპასთან უფრო და უფრო მეტად დაახლოების ეტაპი.